გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო? 2025 წელი უჯარი მოდზე გახსნილად გამომიცხადებია. ვისაც არხი არ გამოგიწერიათ 2023 და 2024 წლებში, უნიკალური შანსი გეძლევათ ეს 2025 წელს გააკეთოთ, იმიტომ რომ 2026 წელს რა იქნება, კაცმა არ იცის. არ მიყვარს გამოთქმა, გილოცავ ყველაფერს ერთად. არ მიყვარს ეს გამოთქმა. თუ ეგეთი ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, რომ ან 1 იანვარს შევხმიანებოდით ერთმანეთს, ან 2-ში მიგველოცა, ან 7-ში, ან 14-ში, არაფერი დაშავდება 22 იანვარს ერთმანეთს ყველაფერს ერთად თუ არ მივულოცავთ. მეტიც, სულ თავისუფლად შეგვიძლია 2026 წლამდე მოვიცადოთ და 2025 და 2026 წლები ერთიანად მივულოცოთ ერთმანეთს. 2025-ის 1 იანვარი, 2, 7, 14 და 2026-ის 1, 7, 14, 2 ერთად მივულოცოთ ერთმანეთს. აი, ეგ იქნება ყველაფერი ერთად. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც გამართლებულია ყველაფრის ერთად მილოცვა. მაგალითად, მერაბდვალიშვილს ვულოცავ ყველაფერს ერთად, ახალ წელს, ბედობას, შობას, ძველით ახალ წელს, ქამრის დაცვას, რუსის გაძუყნას. ამ შემთხვევაში გამართლებულია ყველაფრის ერთად მილოცვა. 2025 წლის 1 იანვარს, ახალი წლის პირველივე დღეს გაკეთდა წლის საუკეთესო განცხადება. როცა ეს განცხადება მოვისმინე, ეგრევე მივხვდი, რომ 2025-ის საუკეთესო განცხადება იყო, მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე კიდევ 364 დღე იყო დარჩენილი. ვციტირებ. ვერ ხვდები, როგორ უნდა დამამარცხოს. როგორ? უმარ ნურმაგომედოვი. ჩემი აზრით, აქ თავარი იცით რა არის? ძალიან გულწრფელია ამ განცხადებისას უმარი. შოუ სპონჩი კი არ ამბობს, ჩხუბის წინა ტრაბახი კი არ არის, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა UFC-ში. მართლა ვერ ხვდება მერაბმა როგორ უნდა დაამარცხოს. აი, ორიგინალში ვნახოთ ვიდეო. I can't imagine how he will beat me. He can hold me. Okay, maybe he will take me down one time, but he have to hold me there. He can't. ძალიან გულწრფელია. How? ვერ ხვდება. მართლა ვერ ხვდება როგორ უნდა დაამარცხოს. და 2-3 დღე კიდე ვერ მიხვდება, სანამ გაიწოვს ყველაფერი. ამავე ინტერვიუში ამბობს მაგარ რაღაცას. ოკეი, ერთი ტეიქდაუნი შეიძლება გამიკეთოს. 7 გაუკეთა. მერაბმა 7 მოსვა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ როცა უმარმა თქვა, ოკეი, ერთი ტეიქდაუნი შეიძლება გამიკეთოს, არც ამას ამბობს ტრაბახის სპონჩი. უმარის კარიერაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ მის წინააღმდეგ ვინმეს ტეიქდაუნი შეესრულებინოს. იდეაში კომპლიმენტი თქვა, აქამდე ვერავინ შეძლო, მაგრამ მერაბმა შეიძლება ერთხელ დამაგდოსო. ხო არ იტყოდა ცხოვრებაში არავის წაუქცევი ვარ, მაგრამ მერაბმა შეიძლება 7-ჯერ დამაგდოს, ხო ვერ იფიქრებ რა. დვალიშვილი UFC-ს რეკორდსმენი გახდა ტეიქდაუნებში. ჯამში 92. მერაბმა ჯორჯ სენ-პიერის რეკორდი მოხსნა და ჩემი აზრით უკვე ვალდებული ვართ ტეიქდაუნის ქართული შესატყვისი მოვიფიქროთ. ყველა დროის უდიდესი მოთეიქდაუნე ქართველია და სირცხვილი იქნება, რომ ტერმინი არ გქონდეს შესაბამისი. სპორტი ჟურნალისტიკაში რომ დამკვიდრდეს და ეთიკური იყოს, ეგეთი ტერმინი გვინდა, თორე ისე გენიალური სიტყვა გვაქვს ქართველებს. აყლის თავება, რომელიც იდეალურად გამოხატავს ამ ტერმინს. ეს ზმნა ასახავს სხეულის ისეთ მდგომარეობაში გადასვლას, როდესაც მამაკაცის პენისი ზემოთ ცისკენ იყურება. ჩვეულებრივ შემთხვევაში ის მიწისკენ არის მიმართული, რაშიც ალბათ გრავიტაციასაც შეაქვს წვლილი, მაგრამ ტეიქდაუნისას შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ შენი თავი მიწისკენ იყოს და იმის თავი ცისკენ. მაგალითად, როგორც ამ ფოტოშია. ეს არის აყლის თავება.
როდესაც გრავიტაცია ისა ყველაფერი პირიქით ხდება, რომ ის ცისკენ შენ მიწისკენ. მაგრამ სპორტის ჟურნალისტიკაში ხა ამ ტერმინს აქტიურად ვერ გამოვიყენებთ. ამიტომ დაწერეთ კომენტარებში, რა დავარქვათ ქართულ ენაზე takedowns. მართლა კარგ ტერმინს ვინც მოიფიქრებს, ვიზრუნებ, რომ ეგ ტერმინი დამკვიდრდეს ქართულ სპორტის პრესაში და ავტორის ვინაობაც არ დაიკარგოს. ეს ხალხურად კი არ დარჩეს, ეს ადამიანიც დაფასდეს. მერაბის გამარჯვებას ბოღმის ნთხევით შეხვდნენ რუსეთში. გამწარებულები არიან, რამაც ავტომატურად კარგ ხასიათზე დამაყენა და დიდი სიამოვნებით ჩაუჯექი რუსულ სტატიებს. რუბრიკა რუსული პრესის მიმოხილვა. Sport.box.ru ესეთი სათაურით UFC-ს მთავარ რუსოფობს ტიტული აჩუქეს. ნურმაგომედოვი უბრალოდ გაძარცვეს. ესეთი სათაური. ეს ხა როგორი სათაურია? დაუფიქრდით კარგად. რატო არის ესეთი სათაური? რომ აი ყველაფერი ჩაყარა სათაურში, ისი თქმაც შეიძლებოდა რა, პროპაგანდისტულად. ესეთი სათაური არის, იმიტომ რომ როცა იცი რომ შენი პროპაგანდისტი უფროსი თელ სტატიას არ წაიკითხავს და გინდა საქმე გაკეთებულად ჩაგეთვალოს, სათაურში ჩაატია მთელი message box-ი რა. ის ხო იცის რომ ახლა უფროსი თელ სტატიას ვერ წაიკითხავს. თვალიშვილი რუსოფობია, რადგან რუსეთი ეზიზღება ამერიკელებმა ქამარი აჩუქეს, მაკპონჩი ნურმაგომედოვს წააგებინეს, თორე რუსეს ისე ვინ მოუგებს რუს მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგ არის, ყველაფერი ჩაატია სათაურში. აჯერებენ ეგრე ხალხს, მთელი სამყარო რუსეთის წინააღმდეგ არის და ამასაც იჯერებენ ადამიანები და მერე ბახმუტთან კვდებიან. რია ნოვოსტმა იზრუნა, რომ რუსი იმპერიალისტების გრძნობები არ შელახულიყო. გაჩვენებთ ახლა ფოტოს. დააკვირდით კარგად, ნახეთ, მერაბი თურმე ამერიკელი ყოფილა. დააკვირდით. მარტო დროშა საკმარისი არ აღმოჩნდა, США ესეც მიაწერეს ბოლოს, რომ ვიღაცა თუ ვერ მიხვდა რომ ამერიკელი არის მერაბი. ახლა ეს რა არის ხა ეს რია ნოვოსტი რასაკეთებს ახლა? ანუ ამხელა რუსეთმა ვიღაც პაწაწინა საქართველოსთან კი არ წააგო, ამერიკასთან წააგო. იმიტომ რომ ახლა რუსეთი ქართული სახელმწიფოს არსებობის უფლებას არ აღიარებს. მიიჩნევს რომ რუსეთის რეგიონი უნდა ვიყოთ რაღაც ჩეჩნეთივით. შესაბამისად, იმის დაშვება რომ აქ რუსებზე მაგარი და ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს საქართველოში, რაღაც არ გამოდის რა, ისეთი უხერხულია. ამიტომ ამერიკასთან წააგეს რა. ამერიკას ახლა წააგებ ხა ამერიკა. ვიღაც საქართველოსთან კი არ წაუგიათ. რია ნოვოსტისთან შედარებით ოდნავ სინდის ნამუსი აღმოაჩნდა ამ რაღაც საიტს. ამერიკანო-გრუზინსკი ბაეც ანუ თლადრია ნოვოსტივით ამერიკელად ვერ გაასაღეს, მაგრამ ამერიკელ ქართველი რა, ანუ ბოლომდე ამერიკელ ქართველი. ხა მარტო ქართველი, ხა თლია 100%-იანი ქართველი რას დაამარცხებს რუს, მაგრამ ხა ამერიკელ ქართველი, ამერიკანო-გრუზინსკი ბაეც კიდე შეიძლება რა. ერთი საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე. მოდი ავიღოთ სავეცკი სპორტი. დიახ, გამოცემა საბჭოთა სპორტი ისევ არსებობს და ძალიან პოპულარული გამოცემა. როგორც ჩანს, არც სავეცკი სპორტი უმხელს თავის მკითხველს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და არც მკითხველი ეუნება ამათ, რომ საბჭოთა კავშირი აღარაა და ორივე მხარე მაყოფილია. მოკლედ, 34 წლის წინ დაშლილი ქვეყნის სპორტული გამოცემა წერს. თარიღს მიაქციეთ ყურადღება, შარშან 15 სექტემბერს არის ეს სტატია დაწერილი, როცა მერაბმა პირველად მოიგო სატიტულო ბრძოლა. ახლანდელი არის შარშან 15 სექტემბერი. UFC-ს ტახტზე ქართველი რუსოფობია ავიდა. ეს არის პირველი წინადადება. ანუ რუსოფობია ახლა კი არ აუგორეს მერაბს. ეხლა ხო ყველა სტატია ეგრე იწყება ქართველი რუსოფობი რუსულ მედიაში. ძველად, ანუ კაი ხნის წინ დაიწყეს. მერაბის დაშავება გაიწყეს კაი ხნის წინ, ანუ უმარის დამარცხების შემდეგ კი არა, დიდი ხანია რუსოფობს ეძახიან. გაშავებაში გულისხმობ რუსეთის მოსახლეობის თვალში გაშავებას, თორე ისე ვინ გახსენდებათ რუსოფობი რომ დაუძახეს და ეწყინა. თავის ხალხში აშავება. და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა. დააკვირდით ამ სტატიის ავტორს ვიღაც ვიტალი ვიღაცა, ხო?
რუსეთში ასობით და ათასობით საიტია ჩართული კრემლის პროპაგანდაში. ამდენი გამოცემის თითოეული სტატიის კონტროლი არის შეუძლებელი. ვერავინ გაწვდება, ვერც ერთი უწყება გაწვდება ფიზიკურად ამდენი რაღაცის კონტროლს. ამიტომ ისევ სავეცკის პროცესს დაუბრუნდეთ. სექტემბერში ხო ეწერათ მერაბზე რომ ქართველი რუსოფობია. ზუსტად იგივე ჟურნალისტის სტატია ახლა. კარდიომაშინა ის გრუზი. ამ ვიტალის დაავიწყდა რომ ყველგან რუსოფობად უნდა მოიხსენიოს მერაბი რა. ანუ ყველა სტატიაში, ყველა საიტზე ხო რუსოფობად მოიხსენიება და გადაავიწყდა ძმას რომ იქ სექტემბერში კი დაუძახა რუსოფობი, მაგრამ ეხლა აღარ შეახსენა არავინ და კარდიომაშინა გლიჯაკება. ეს იყო რუბრიკა რუსეთის პრესის მიმოხილვა, იმკურნალეთ ძალიან გთხოვთ. გადავიდეთ ფეხბურთზე. იანვარში დამყარდა ქართული სატრანსფერო რეკორდი. კვარა პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია 70 მილიონი ევრო გადაიხადეს კვარას სანაცვლოდ. და პერიოდულად კიდე წაამატებენ ხოლმე მაყუთებს ბონუსების სახით. მამარდაშვილის სატრანსფერო რეკორდმა 6 თვე გაძლო და ახლა მისი მფლობელი გახდა კვარაცხელია. კვარაცხელია ეს რეკორდი ბევრი წელი აღარ მოიხსნება, სატრანსფერო რეკორდი, სანამ კვარავე არ გადავა PSG-დან ინგლისში ან ესპანეთში. არის შანსი კვარა წელს ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდეს, ცხადია თუ ნაპოლი გაიმარჯვებს სერიაში, თორემ PSG-ს ჩემპიონობას ხელი რამ უნდა შეუშალოს და გახდება პირველი ქართველი, რომელიც ერთდროულად ერთ სეზონში ორი ტოპ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. იქაც ეკუთვნის медალი და აქაც დაიმსახურებს რა. აბა, იქ 5 გოლი გაიტანა, ამდენი პასი გააკეთა, ეგრე სად არის? ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადასვლა კვარასთვის წინ გადადგმული ნაბიჯია თუ არა? რა თქმა უნდა, ყველას გვერდში მინდა ბარსელონა, რეალი, ლივერპული და ასე შემდეგ, მაგრამ ვიღაცებს ისე გამყავთ თითქოს საუდის არაბეთში წავიდა სათამაშოდ, აი ესეთი შეცხადებული, აუ ეს რა დაგვემართა, რომ აი თითქოს იქ წავიდა ყატარში ან საუდის არაბეთში სათამაშოდ. უკიდურესობები არ გვინდა რა. კაცი ტოპ ლიგის საუკეთესო გუნდში წავიდა 11 მილიონიანი ხელფასით და ჩემი ვალი რო აქვს 30 ლარი, ეგეთი კაცი წერდა Facebook-ზე, დაიღუპა კარიერა კვარამ. ჩემი აზრით ობიექტური შეფასებაა, რომ გადავიდა უკეთეს გუნდში, უარეს ჩემპიონატში. მე პირადად მინდოდა, რომ სეზონი ნაპოლიში დაესრულებინა, მეორე სკუდეტო დაედო და უმადურებისთვის გადაეწნა სახეზე, მაგრამ მე ხო არ ვიცი შიგნით რა სიტუაციაა. როგორც ჩანს, იმდენად აღარ სიამოვნებდა იქ ყოფნა, რომ იანვარშივე მოითხოვა ტრანსფერი. ასეა თუ ისე, ნაპოლიმაც და კვარამაც ძალიან ლამაზი ისტორია დაწერეს ერთად. არაა საჭირო ნეგატივზე კონცენტრაცია. ნაპოლისგანაც მადლობა ხვიჩას და ხვიჩასგანაც მადლობა ნაპოლის, ორივესთვის ძალიან სასარგებლო იყო ეს თანამშრომლობა. ისე დონარუმა გაგიჟდება, წელს მიქაუტაძემ ხო გაუტანა, სურიკომ ხო გაუტანა და ეხლა კვარამ ყოველდღე ვარჯიშებზე ამოავსოს ხოლმე. იანვარში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა, ბუდუ გადავიდა ბუნდესლიგაში. პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთდროულად 4 ტოპ ჩემპიონატში ყავს ფეხბურთელი, ესპანეთში ყავს, საფრანგეთში ყავს, გერმანიაში ყავს, იტალიაში ყავს. ერთდროულად 4 ჩემპიონატში, 4 ტოპ ჩემპიონატში არასოდეს ყოლია მოთამაშე. ასევე პირველად ისტორიაში ტოპ ლიგებში ერთბაშად 7 მოთამაშე გვეყოლება. ბუდუ მეათე ქართველია, რომელიც ბუნდესლიგაში ითამაშებს. ზივზივაძე ბუნდესლიგაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ ადგილზე იქნება. ყველაზე მაღალ ადგილზე ითამაშებს, ჰაიდენჰაიმის სტადიონი 550 მეტრზე აშენებული ზღვის დონიდან, ცნობისათვის მთაწმიდა 720 მეტრია. ეს ინფო ძალიან საეჭვო საიტზე ვნახე, არ გადამიმოწმებია, თუ გინდათ თქვენ გადაამოწმეთ. ბუდუს ბუნდესლიგაში გადასვლით წელს კიდევ ერთი რეკორდი უნდა მოიხსნას, ყველაზე მეტი ქართული გოლი ტოპ ლიგებში. შარშან დავამყარეთ ეს რეკორდი, მიქაუტაძემ და ხვიჩამ ჯამში 24 გოლი შეაგდეს. წელს ქართველების ანგარიშზე ტოპ ლიგებში 14 გოლია, 5 კვარა, 5 ზურიკო და 4 მიქაუტაძე. ახლა ამ ტრიოს ბუდუც დაემატა და თან ნახევარი სეზონი გვაქვს წინ კიდე და ეგ რეკორდი წელსვე არის მოსახსნელი. შესაძლო იყო ტოპ ლიგებში მიქაუტაძე დაგვეკარგა, რადგან მისი გადაბირება თურქულ გალათასარაის სურდა, მაგრამ ლიონის პრეზიდენტმა თურქებს უთხრა გააჯვითო. მართლა. თვითონ თქვა პოდკასტში, რომ დამიკავშირდნენ მიქაუტაძეზე ამდენი ფული შემოთავაზეს და მე ვთხარი გააჯვითო.
მოგვიანებით ლიონის პრეზიდენტმა გალათასარაის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა. თქვენზე არ მithქვამს სხვა თურქული კლუბი ვიგულისხმეო. რომელი იგულისხმა სხვა თურქული კლუბი აღარ დაუკონკრეტებია, თორემ იმისთვისაც ბოდიში ექნებოდა მოსახდელი. ლიონს როგორც იცით, ფინანსურ fair play-ის წესებთან აქვს პრობლემა და ფეხბურთელების გაყიდვა უწევს, რომ შემოსავალი დააფიქსიროს რაღაც თანხა. ლიონმა უკვე გაყიდა ჟორჟის კონკურენტი გიფტ ორბანი ჰოფენჰაიმში. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა გიფტ საჩუქარს ნიშნავს, 9 მილიონი მაინც გამოართვეს ჰოფენჰაიმს ორბანში. ასევე კაკრე გაყიდეს კომოში 15 მილიონად. ესე აკოწიწებენ რაღაც თანხას. ნახოთ რამდენის გაყიდვა მოუწევთ კიდე რამდენი მოთამაშის. იმედია თუ კიდევ მოუწევთ გაყიდვა მოთამაშეების მიქაუტაძეს არ შეეხება, იმიტომ რომ ახალი მისულია გუნდში და ეგრევე წასვლა სამწუხარო იქნება. კიდე რა გითხრათ? სხვა რამე არის სათქმელი კიდე მნიშვნელოვანი. დღეს მოდი ამ თემებით შემოვიფარგლოთ. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარიზღილაკი ჩართეთ და ვიდეოს თუ გააზიარებთ, გვირდებით მიქაუტაძე არ გაიყიდება თურქეთში. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით მალე.